ჩაისურაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სოფელ ლიაში ერთ-ერთ ქუჩას 1993 წელს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთში გმირულად დაღუპული ვიგლემი კოტე სამუშიას სახელი მიენიჭა. ვიგლემ სამუშიამ აფხაზეთში არაერთ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა. შეასრულა უამრავი საბრძოლო დავალება და გმირულად დაეცა. მისი საფლავი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. ქუჩისთვის გმირის სახელის მინიჭების აღსანიშნავ ცერემონიაში მონაწილეობა ვიგლემ სამუშიას შვილმა ხვიჩამ მიიღო, რომელიც ომში თავად მონაწილეობდა და ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. მისი თქმით, მამა თავის მეგობრებთან ერთად იცავდა თავის ქალაქს, სოხუმს, ოჯახსა და სამშობლოს. საზღვართან ახლოს ვარ და იმედი მაქვს, რომ საფლავსაც ვიპოვით და ისე კი არა. ვიღაცები რომ გვეუბნებიან რომ ბოდიში მოვიხადოთ, მე მამაჩემის კვლევას ბოდის არასდროს არ მოვხდი და ეს უნდა იცოდეს უყოლა მარადიული ხსოვნა მინდა თქვა ყველა იმ ვაჟკაცების, ვინც თავის შესწირა სამშობლოს, შესწირა თავის ოჯახს, თავის ქვეყანას და თავის კუთხეს. მე თვითონ ბატალიონის მეთაურის მოადგილე ვიყავი. მამა თავის მეგობრებთან ერთად იცავდა თავის ქალაქს, თავის ქვეყანას, თავის ოჯახს, თავის ამეზობლოს და მოხდა ისე რომ უძლურები გახდნენ, უკანა მხრიდან შემოუარა მტერმა დაქირავებულმა ბოევიკებმა, ჯერ ტყვე დაიყვანეს, აწამეს და მერე კი მოკლეს. დღევანდელი დღე ჩვენი ოჯახისთვის არის როგორც მტკივნეული, ისე დროებით სიხარულის მომტანი იმისა, რომ წალენჯიხის თვითმმართველობამ, ქალაქის მერმა, წალენჯიხის ბატონმა ვანო ბურდულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონ კორნელი სალია, ეგრევე აფხაზეთის მთავრობა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ყველა მხარი დაგვიჭირა, რომ სოფელში გაგვეხსნა კოტე სამუშიას სახელობის ქუჩა. თუ არა ეს ხალხი და თუ არა ამ სოფლის მოსახლეობა, ჩვენ ამას ვერ ვიზავდით. მადლობის მაინც ლია. იმიტომ რომ აქ დაიბადა მამა, აქ გაიზარდა, ძალიან უყვარდა ლია, თავისი სოფელი. სკოლა აქ დაამთავრა, ლიის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ იმუშავა ლიის ჩაის ფაბრიკაში. აგრევე იყო სპორტსმენი და თამაშობდა წალენჯიხის ხურში 70-იანი წლების დასაწყისში. მერე ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც განთავსებული იყო სოხუმში და მოქმედებდა სოხუმში. დარჩა გააგრძელა ცხოვრება სოხუმში, მაგრამ თავისი კუთხის სიყვარული მას ერთი წუთითაც შორს კი იყო თავისი სოფლიდან, მაგრამ ისე უყვარდა, როგორც არასდროს. ეს ბოლო პერიოდში მით უმეტეს სულ აქეთ მოუწევდა სული, ალბათ მაგისი სულიც გრძნობდა, რომ მალე დაასრულებდა ასე ტრაგიკულად ცხოვრებას. ბატონო ფიჩა, მამის საფლავზე რამე ცნობილი არის? ჩვენს და საუბედუროდ ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენი ოჯახისთვის და ნაცნობისთვის ის არის, რომ დღესაც არ გაგვაჩნია მამის საფლავი. გმირის სახელობის ქუჩაზე პირველი აბრა მისმა შვილთაშვილმა პატარა კონსტანტინემ მიამაგრა, რაც სიმბოლურია. წალენჯიხაში მიმდინარეობს დამისამართების პროცესი და ჩვენ ყველა ოჯახთან გვინდა რომ შესაბამისი აბრა გამოვაკრათ. სპეციალურად იქნა დაბეჭდილი აბრები და ეს ადამიანი 93 წელს გარდაიცვალა, დაიღუპა ტრაგიკულად სოხუმის აღების დროს აფხაზეთის ომში და მე დარწმუნებული ვარ რომ სოფელი სათანადო პატივს მიაგებს ამ ადამიანს, აი ამ ცირედი ჟესტით, რასაც მისი სახელის მინიჭება ქვია ამ ქუჩაზე, ხო? მნიშვნელოვანია ის, რომ წალენჯიხის განსაკუთრებულობას კიდევ ერთხელ გვინდა რომ ხაზი გაუსვათ და ეს არის განსაკუთრებული აბრა, სადაც ერთადერთი მუნიციპალიტეტი იქნება, რომლის აბრებზეც იქნება ევროპის დროშა, ევროკავშირის დროშა აღნიშნული და ამით კიდევ ერთხელ უსვავთ ხაზს იმას, რომ წალენჯიხი არის განსხვავებული, წალენჯიხი არის ევროპული სტილის და აზროვნების მუნიციპალიტეტი. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს ადამიანები ხედავენ და აფასებენ ევროპიდან შემოსულ სიკეთეებს და შესაბამისად თითოეული ჩვენგანის
მოწოდება არის რომ ჩამშობლომ ჩვენმა ქვეყანამ იაროს სწორედ ევროპული გზით და კიდევ ერთხელ მინდა რომ დავადასტურო წალენჯიხიდან რომ ჩვენი გზა არის ევროპაში.